მოკლედ მიტანის დრო აქვს საკმაოდ დიდი, მაგრამ ეხლა მე ვერაფრით ვერ მოვიტანდი, ბურჩომები უნდათ, პეპსი უნდათ, მე ფქვილი მინდა რომ რაღაცა გამოვაცხო და აი შანსი არ მქონდა რა რომ ვერ მომიტანა, მით უმეტეს ეხლა რომ ჯერ მე კარგად არ ვარ, ბავშვი ვერ გამომყვებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ ნახოთ როგორია ორი ნაბიჯის მიტანის სერვისი, ეს ნერვებს მიშლის, მაგრამ რა ვქნა. ვერაფერს ვერ ვიზავ. Kiqvars moxashuli kartofili. Adre ar miqvarda. Patara რო ვიყავი. რაც უფრო პატარა ვიყავი. უფრო მეტად არ მიყვარდა ეგეთი რაღაცები. მარტო შემწვარი ხაც ყველაფერი მიყვარს ძალიან, მაგრამ ესეთიც ძალიან მიყვარს ახლა. ეგ შეიცვალა. Uite, ხედავთ თუ არა, მაგრამ ორთქლი გასდის. Ხელი აღ მერტო ხელი დამეწოს. დიახ. გამარჯობა. მარტო ვერ ამოვიტან. ორი ნაბიჯიდან გამოვიძახე ხალხო რაღაცეები. მიტანის სერვისი აქვს და იმ სიმძიმე რაღაცეებია რომ ნამდვილად დღეს მიტანის სერვისით სარგებლობა. პირველად გავაკეთე ადრე რომ ვირუსი ქონდა მაშინაც ვცადე, მაგრამ მოიცა ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ არ გადაიხადა მაშინ. როგორ ანდროს? იმარარე ადი გამოიწერა. აი ძიმე რაღაცეები და იმიტომაც მანქანითაც მოიტანეს. ძიმე რაღაცები, ამას მე ვერ ვაკეთებდი და ვერ ამინკი და თან ვერ გამყვებოდა. შედი სახში აბა. ნახეთ ამ ხელა, უბრალოდ ნახეთ. ეხლა ნახოთ რა გამოვიწერე. ორი ნაბიჯი და აი. მე გაგეკეთე. მოიცა ეს სიტყვი შენი პირი. ამ ხელა პაკეტი მქონდა ორი ნაბიჯი სასიცოდი. ეხლა კოქტეილი. გადიძაღო! ნუ მე ფეხებზე ვიმაშები. კოქტეილი. მე მაგმუშლი, იმიტომ რომ კარში გაეჭხირა ეს ბონი, არ გვიშვებდა, ება გამოვიდა და რაღაცებს იძახდა და ეს კაცი კიდე ქვემოთ გველოდებოდა. ეს ემია. სადაინახე შვილო ემი. დაჩა, ნამსხვრეს გამოცხობა მინდა. ეს ორი ცალი ვუყიდე, თორნიკესია ეს. ესეც აი ევასი ეს არის და ესეც ევასია. ხალვა მანი აქციაში იყო, თან აქციებსაც გიტარებს, ფასდაკლებსაც გიკეთებს და უფასოთაც მოაქვს მანი. კაკაო აი კაკაო ქვილი, სხვა ასეთი ქვილი არ ქონდათ, მარტო ეს. ზეთი ძმრის. ძმარი ვაშლის, ამას ვიყენებ ხოლმე ნამცხრებში. ვაშლი 1 კილო. 1 კილო მივთე და ვაიდა 68-ისა, ეგრანაირად. და ფასკო 1 კილოში მაგ გადახტილი. ვიცი. ეს აქციაში იყო. ეს უნდა და თორნიკე, ორი ცალი. ეს უნდა და კიდე. და დოგვი. სოსები როგორ. ორი კი ასე მოგაქია, მაგრამ რა უცებ პურზე კი გავაკაცი.
და აქ არის ეს ნიტრული. ეს მაინტერესებს ვაში როგორაა გატარებული. ვაში. ხალხი 68 არის გატარებული. ოკეი. თანიერი. წანგაი. რა, მომიწონა. თქვენ გისარგებლიათ. მოკლედ გავაქცევთ მომიტანის შეკვეთა. მაღაზიიდან დავჭრათ. აუ! აი შანსი არა მე ვიდეო ჩავთვალ აქ წყალი არ მოუშვან. აი რა ვიცი, ქვეყანა დაიქცევა, მაგრამ ეგ არ მოხდება. იმ წუთასთან. ორი ნაჭრელი მაგ დარჩენილი ეს. გამარჯობა. გამარჯუნჯუ. გამარჯუნჯუ. რამდენი რაღაცა იყო? აბა, ამას მე მოვიტანდი. რამდენი ძუ უნდა დახარჯო? ენერგია. გაციებულ სახარჯო ისე. და იარს გაცებული ოთახა სხვასაც ზოგავ და შენ თავსაც ეს უნდა კომბოსტოს წნილი მოიცათ ვიდეო ჩავხედა იგი ხო კრანი ჩაირიქვა აქეთ ის გაიხსნა რა ქვია Pepsi. სასულაო ტესტი. და ბოლო ნაჭერი. Uli არ გამახსენდა ხახა, ეგ მეტყობა რომ არ მეტყობს. ამდენი რამე შევკათა, ხო შეიძლება პულით შემეკვეთა. აიო. მაგრამ პური არა მძიმე და მოიტანს კაც. ორი ბორჯომი და პეპსი. უკვე ისეთი წონაა. ეს არის იდეალური კერძი ერთად. უბრალოდ ხახვიც უხდება, მაგრამ მე ხავს ვეჭამ. ეჟოგას მაძლევს საშინად. ხახვი ნიორი ბოლოგი. წარე.
და ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება ისეთი წარეებს ჭამს, მაგრამ მე ვერა. კიდევ ნავეწილო. სასწაული ვაშლის ნამცხარი უნდა გავაკეთო. ამ ინგრედიენტებით. ზღაპარი. აუ. YouTube'da რეცეპტს დავდო. მეორე დავიწყე ასეფინებული ყურება. გიჟდები მაგ სერიალზე. აი მაგალითად დარკს ვერ ვუყურებ. მოკლედ, ეხლა მინდა რომ გავაკეთო ნამცხვარი. ვაშლის ნამცხვარი. 1 კილო მინდოდა ვაშლი. ბევრი ვაშლი მინდის ამ ნამცხვარს, მაგრამ ხამის 700 გრამი. რომ გავთვლი კიდე ალბათ 500 დარჩება. ნუ. რაჩადის არის ეხლა აქტივურად ადგე. კარგი მოუხარშვე და მივირთვი. სერიოდკასთან ერთად ვაიმე რასაც წაულია. ახლა საწიდებულას ხარშავ, დავუწიოთ. ადუღდება ვუწევ და ყველაზე დაბალსეს ვადუღებ. და დავიწყოთ ახლა ვაშლის, აი ამ ძალიან კარგი ვაშლის გასუფთავება. ჯერ გაეცხვა და მე გასუფთავება. ასე ბატონო. თქვენ ახლა მას დაგაყენეთ და გავრეცხოთ. Olha aí, eu tenho aqui, ó. Mas, ჩვენი 4 ვაშლი, ჩვენი 4 მუშკეტერი. ამის გაკეთება მინდოდა გუშინ, მაგრამ არ მქონდა თავი და დღეს მაქვს. გავწმინდოთ. აი იქ. ჯერ მოვამზადე ვაშლი. და მე უკვე სხვა დანარჩენი. შევიარაღდეთ და დავიწყოთ ვაშლის დაჭრა. საერთოდ უმეტესობა, ის არ მაქვს ესე რომ ასუფთავებს, ამიტომ ესე გავაკეთებ. უმეტესობა ადამიანებისა ვაშლს ნამცხვარში თლის. მაგრამ მე არა. თქვენ შეგიძლიათ გათავოთ, თუ მასე გირჩევნიათ და მოგწონთ, პატარა დანაც მინდა. მე არ ვთვლი, იმიტომ რომ მიყვარს ვაშლის კანი, მიყვარს ამის ცოტათი სიუხეშე და პლუს კიდე დასაგებულად ავითავად. და ამიტომ მე არ ვთვლი. და ამას კიდე ასე.
და მერე როგორც გინდათ შეგიძლიათ დაჭრათ, არა აქვს მნიშვნელობა. თავარია თქვენ მოგწონდებთ. შეგიძლიათ გრძლად დაჭრათ. მე უბრალოდ აი ესე უფრო მომწონს, რა ვიცი. ვიდრე გრძლად. შეგიძლიათ ესე დაჭრათ. ძირებულ აიხარშობა და ის ხმა იმიდოა. გადავიტანოთ სამში, ჭურჭელში და ესე დავჭრით ყველა 4-ვე ვაშლს. ასე. ხაშეს აი ახალი ვაშლია. მომწონს ეს ხმა. იცით რა გადავწყვიტე? მინდა რომ ვისწავლო ნამცხრების გამოცხობა. ანუ ნამცხრების გამოცხობა ისედაც ვიცი, იცით ეგ თქვენ. ანუ ვიძახი. მინდა რომ ვისწავლო პროფესიონალურ დონეზე, ანუ დაბადების დღეზე სახლში მე თვითონ ვერ შევძლო გამოვაცხო კარგი ნამცხვარი. იმიტომ რომ კარგი ნამცხვარი ან ნახეთ უნდა იყიდო ისეთი რომელიც არის იაფფასიანი პროდუქტებით მომზადებული. ან კიდე ღირს გვირი. ეხლა ვნახე ერთი ქალი აკეთებს სახლში სასწაულებს აკეთებს. ნამცხრები, ტარტალეტკები, ტორტები, ბეზეს ტორტი, ბეზეს ნამცხვარი, ეს და დიდი ხანია მინდა მაგრამ ცხვრის გაკეთება. რა ქვია? ოპიუმი. აუ, კარგი. რატომ მივარდება ყველაფერი ხელიდან? ოპიუმი. და ძალიან მომწონს. და ღირს აი ამ კარგი მასალის გაკეთებული ერთი ჟარონა, ჟარგონით აღარავირებ. ჟარგონით ვთქვათ 120 ლარი. და მეთანხმებით რომ არა პატარა ფული და არ მაგალითად სხვა რაღაცა მე ხო ისეთ არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე დაბადების დღეზე ძირითადად ყიდულობ რა ან იმას ვაკეთებ რა ქვია წვაც ვწვავთ ან ხაჭაპურს ან ხინკალს ვუკვეთავთ და ანუ მინდა რომ ნამცხვარი მაგალითად ისეთი დონის ნამცხვრის გაკეთება ვისწავლო რომ მე თვითონ გამოვაცხო ხოლმე. აბა რა სიტყვით გამომივა? თუ ნო. ბონი იმენა 60-შეია. ჭამს იმათ. ჩემ დავარდნილ ვაშლებს. ახლა მე ძალიან მიყვარს ქიშმიში და ქიშმიში მაქვს. და ქიშმიშით გავაკეთებდი, მაგრამ ჩემთან არავის არ უყვარს ქიშმიში. ნუ არავის რა მე მიყვარს ანუ იკა აჭამს თონიკერანზე აჭამენ ხალვას იმიტომ აჭამდით ხოლმე რომ ქიშმიშიან სპირილობდიო სიცოცხლე აი ესე მითხეს ხო და ბონის ცოცხლსაში სახიფათოა თურმე და ეხლა მაქვს და მე რაღაც ვიყიდი საერთოდ
ერთიც არის, რომ შეჭამოთ შეიძლება მოკვდესო. ყურძენიც. ჩვენთან კიდე ყველაფერი აქეთ-იქ იყრია, ეგერ ხო ხედავთ როგორ მიცვივდებოდა. და მარტონი არ ვარ კიდე, რამდენი ადამიანი ვართ. ლიხებში გარეთ უწყვიას ყურძნები. როგორ ახსენებთ მე რა. შარშახამდელი, თურადინდელი რა. რამდენი ბაიში გვაქვს, რამდენი და ეს ბოლო. და შემი ასხობლა ძალიან მაგარ ტორტებს აცხობდა. ანუ ვიზუალურადაც და გემოძებს. ყოველ შაბათ-კვირას 20 კვერცხიანს აცხობდა. ლია იძახს ხოლმე. კაი ვაშლია. ბილი. წვნიანი. კიდე კაი მეტი არ არის, იმიტომ რომ კაი წვნიანია და ნამსხვარი სავსე ვაში. ანუ ის არ არის შარლოტა. ეს არის ექსი სტალიჩნი, ასე ერქვა. მაგისი ადაპტირებული ვერსია, ну, ორ პორციანი. დიდი ჟარონისთვის. ასე, ჩვენ ხო ყველაფერი დიდი ჟარონისთვის ვჭირდა. ჩვენ ოჯახს. დღეს არ ვაპირებ არანაირ სალის მომზადებას. მხოლოდ ისა, მომცხვარი. ჩემი გოგოს წყალობი, სოსისი მაქვს, კვერცხი მაქვს. ციციბურა მოვხარშე. კარტოფილიც არის. ზოგი კვერცხს მიატანს, ყველზეც გავარ ვიყიდი, ზოგი ყველს მიატანს, ზოგი მას რა ქვია. სოსის. საჭმელი არის უკვე. კბილაუსაც გავაკეთებ და ისე. დააფერ. ცოტა ხანი თავზე არ ვაფარებ, ესე ვტოვებ, რომ ეს სითხე გამოუვიდეს. ნახეთ რამდენია ცომი. გადავანაწილოთ. არაფერს არ უსვამ. ეს კაი სილიკონია და არ იკრავს პლიუს. საკმარისი ოდენობით აქვს ცხიმი თვითონ სომს. ამიტომ მე დამატებით სომს იმას ცხიმს აღარ უსვამ ზედაპირს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მოიქცეთ. გადავანაწილოთ, რომ თანაბრად იყოს. ხედავთ ვაში რა ოდენობით აქვს. ბონი რა საკეთებ? ჩადიაბა. არისთვის.
მას მოვაყრი. იმედი არ დაიწובה. სხვა დროს თავზე არ ვაყრი ხოლმე. ბონიჩკა. მე ჩავაში. ქოქოსის ფანწას მოვაყრეთ. თქვენ შეგიძლიათ არ მოვაყაროთ. მაქვს უბრალოდ დიდი ხანია და ფიქრობ რომ კაი არომატს მისცემს თან მე არ მეყვარს შაქრის პუდრის მოყრა როცა თვითონ უკვე 300 გრამი შაქარია და გამოვაცხოთ ამას ცოტათი დავაწვევი რომ ჩავიდეს წესით რომ მოფუმფულდება ჩავა მაგრამ მაინც არ მინდა თავზე ეს დაიწვას ვიცის დაწვა ემან ქიშმიშმა ესე აჰა всё 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 შევდეთ ახლა გახურებულ გუმოში და გამოვაცხობთ მე არასდროს არ ვინიშნავ ხოლმე ნამცხვარზე დროს. ყოველთვის ვორიენტირდები სურნელზე. სახლში რომ ფანტასტიკური გამომცხარი ბისკვიტის სუნია. ესე იგი მზად არის. ხაც მაქსიმუმზე მოვედი. მთავარია ვირუსი არ ქონდეს და ყნოსვა არ იყოს დაკარგული. აბა. ცოტა გაცივდა. და მოდი დავჭერთ. ნახეთ როგორ დანიშნე, ანუ ძალიან ესეთი არამჭრელი არის უზომოდ ფუმფულა უბრალოდ ნახეთ Planie chętnie sobie na utworzenia się, bo to ja mam szat swoich kwiatów. No to jaka ჩემი გამომცხვარი უბრალოდ ნახეთ ვაშლით არის სავსე აღსავს ესეთი ნამცხრები მე მიყვარს არაჟნით არატკბილი უბრალოდ ჩაოლებრივი არაჟნით წიწიბულა ჩემი სიყვარული ნიკოლას სოსისი ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს სოსისი მაიონესთან ეს არის დამარინადებული შამპინიონი რომელიც ვიყიდე არ მომეწონა მეორე შანსი ვაძლევ სერმელთან უფრო კაი ყოფილა ცარიელი საერთოდ ვერ წავიდა ბონი ნუ ამოხვედი
ზემოთ ამოდის. ყველაფერი გიყვარს, რომ მეუბნებიან. არ ვჭამ იმას, რაც არ მიყვარს. მარტივადაა საქმე. ნამხარი შევდეს ამოსაწყობა. ნახაურობა არის კირაზე. ამიტომ დავალებოთ. ახლა წავიდე მაღაზიაში, პური არ გვაქვს. ყველიც არ გვაქვს. ჩიფსიც ვიყიდოთ. ხო და მაგრად ახლა წავიდე ვიყიდო ეგენი. ხარა მინდა მეთქვა. გადავწყვიტე რა რეცეპტები გადავიღო ხოლმე. არ მიყვარს რეცეპტების გადაღება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის უნდა თავის ტკივილი. და ბევრი დრო მიაქვს. მაგრამ გადავწყვიტე რომ გადავიღო იქიდან გამომდინარე რომ ჯერ პირველ რიგში ჩემთვის ნახა რატო მე ბლოგებში ვიღებ და გაჩვენებთ ჩემს რეცეპტებს ну ჯერ ერთი იკარგება უბრალოდ ანუ რომ მინდა ხოლმე მე არ მაქვს ჩაწერილი არც ერთი რეცეპტი ეს ძირითადად ეხება ნამცხრებს და რასაც ხშირად არ ვაკეთებ მე მავიწყდება მე არ მაქვს ჩაწერილი და მე მიდის რომ ვეძებ, ვიხსენებ, ჩემ ვიდეოს ჩავთავ, უყურებ და მოკეთილი ამბები რა და მინდა რომ ისეთი ჩემი რეცეპტები გადავიღო, რომელიც გვიყვარს, რომელიც უყვარს ჩემს ოჯახს, მოსწონს, რომელსაც მე ვაკეთებ, შეიძლება არც ისე ხშირად, მაგრამ ვაკეთებ და თქვენს გაინტერესებთ ხოლმე რეცეპტები და ჩემი რეცეპტებით ხოლმე ძალიან ვიღებდი თავიდან მეორე ახსენ დღემდე იწერება კომენტარები დღემდე აქვს ყურადღება ანუ მოსწონს ხალხს და აგერ გამომდინარე გადავწყვიტე რომ ისევ ჩავიწერო ხოლმე რეცეპტები ამიტომ დღეს ჩემთვის რომ ერთშომ მქონდეს სამახსოვროდ პატარა მოკლე მაქსიმალურად მოკლე არა ვლოგი როგორ ვაკეთებ არამედ რეცეპტი მაქსიმალურად მოკლე და ისეთი კულინარული ჩემთვისაც თქვენთვისაც და რა ვიცი ესე გადავწყვიტე და ამიტომ დღეს ამ ნამცხვრის რეცეპტიც იქნება დღეს ან ხვალ ну ალბათ დღეს ესე მგონია და კიდე რაღაცა უნდა მეთქვა და დამოვიწყდა მეცინება სასტიკა დღეს ხვადრე და გავიღვიძე და მასე არა
ხო ადრე გავიღვიძეთ, მე რევამ გამოიძინა, მე არ მიძინია და ისე მეძინება, მეტი არ შეიძლება. მაგრამ ეხა იკა მოვაპური არ გვაქვს, ამიტომ პურის საღილად. ამ ვიდეოს მივცემ გაკეთებას და წავალ პურის საღილად. ხო და ის უნდა მეთქვა კიდე რომ ბევრი ადამიანისთვის ალბათ мотиваცია იქნება ეგეც რომ დაიწყოს გავს ვიდეოების გადაღება. თუნდაც ცალკე არხი გააკეთოს ან თავის არხზე. არა ვლოგურ ფორმატში, არამედ აი რეცეპტი რა. და რა ვიცი, ეგ ძალიან გამიხარდება, ცხადია. მაგათ ასე. დავიდი ახლა. როგორ მეძინება, იკარო რომ დავიძინო ცოტა. ძალიან გემრიელია ეს ნამცხვარი, ძალიან გემრიელ ჭამე. ნუ სახში ყველი რო არ არის, ჩემთვის საჭმელი არ არის და იკასთვის კიდე ესა. პური რო არ არის, მაშინ აიგე.